სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა კიდევ მადლობ უფალს რომ კიდევ ერთი ესეთი ბრწყინვალე ღამე გვაჩუქა როდესაც ჩვენ ამ სამყაროს ამ სოფლის კანონის საწინააღმდეგოდ არ ვიძინებთ არამედ ვცდილობთ რომ ღმერთი ვადიდოთ ღმერთი ვეძებოთ და აღვასრულოთ ის რაც თითოეული ჩვენთაგანისათვის ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩვენ სანუკვარ სურვილად გადავაქციოთ, ანუ ვეძებოთ განკაცებული ღმერთი ჩვენს გულში და ვცდილობდეთ მას მივბაძოთ და მას მივემსგავსოთ. ამ სოფელს მრავალი საცდური ახლავს, ამ სოფელს მრავალი ტკივილი ახლავს. ტკივილიცა და საცდურიც დამაზიანებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ მთავარ მიზანს გვაცილებს. მთავარი მიზანს, რომელსაც ადამიანის განხრთობა ქვია. ადამიანი მრავალი ტკივილით მოდის ეკლესიაში, როცა ის ღმერთს ეძებს და ამ ტკივილების უდიდესი უმრავლესობა, შეიძლება 100%, როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, არ არის ის უმთავრესი ტკივილი, არამედ ის არის მეორადი ტკივილი, რომელსაც მადლობა ღმერთს ადამიანი ეკლესიაში მოყავს, მაგრამ რომელიც თავისი მნიშვნელობით არ არის სინამდვილეში ისეთი მძიმე ტკივილი, როგორც სხვა ის ნამდვილი ტკივილი, რომელიც ადამიანმა არ იცის და არ უწყის. ის ტკივილები, რითაც ადამიანები მოდიან, ამ სოფლიური პრობლემები და განსასწელებია. რა თქმა უნდა, ამ სოფლიური ტკივილი და განსასწელი ადამიანს ტკივა, ჩვენ ხორცი გვასხია და ჩვენი ხორცი ძალიან ძნელად თუ უძლებს ტკივილს და იმ პრობლემებს, რომელიც მას აზიანებს და იმ განსასწელებს. ჩვენი სულის ნერვიული სისტემაც უფრო სწორედ ჩვენი გზნობების სამყარო, სამშვინველი, ასევე ძალიან ადვილად მოწყვლადია და ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაში ადამიანი საკუთარი თავიდან გამომდინარეს და ჩვენი ერიდან გამომდინარეს, როგორი დეპრესიული განწყობებია, აგრესიული მოწყენილობა და ყველა ის უბედურება, რაც ჩვენ ნერვულ სისტემას დგუნავს და აზიანებს მას, ხორცსაც და ადამიანს ღუპავს. მაგრამ მეორეს მხრივ ასეთი მწველი და მწვავე განცდა ამ სოფლიური ტკივილებისა და განსასწელებისა იქიდან გამომდინარეა, რომ ჩვენი სიხარულიცა და ბედნიერებაც ძალიან ხშირად სწორედ ისევ ამ სოფელში არის დამკვიდრებული და ამ სოფელში მოვიძიებთ ამ ყოველივეს და რომ ვერ მოვიძიებთ ისე როგორც ჩვენ გვჭირდება და გვაწყობს, მერე უკვე განსასწელებისა და ტკივილებიც იწყება. როგორ უნდა მოვერიოთ ამას? მოვერიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რომელიც იმასაც გვასწავლის თუ სინამდვილეში რა არის ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ჩვენი უუნარობა ღმერთთან ყოფობისა, რომელიც მაცხოვარს აქვს განცხადებული სიტყვაში, ადამიანისთვის შეუძლებელიაო ცხონება. ჩვენ ძალიან ხშირად აი ამ სიტყვებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ ამ სიტყვებს, როცა ხვდებით, ვსაუბრობთ, ვკითხულობთ სახარებას, ვიცით ეს, მაგრამ რაღაცნაირად სულ მაქვს ეს განცდა, საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ აი ამ სიტყვებს რომ კაცთათვის შეუძლებელია ცხონებაო, რაღაც ისე ვატარებთ გულის გარეთ. არა და ეს არის ფაქტობრივად თითოეული ჩვენთაგანისათვის ძალიან მწარე და მწვავე დიაგნოზი, სასიკვდილო დიაგნოზია ეს. ჩვენ გვხვდებით, ან ჩვენ მკვდარნი ვართ. აი ეს დიაგნოზია და სხვა არაფერი, შეუძლებელიაო, შეუძლებელი. და როცა ის ამბობს, რომ ღმერთის მიერ შესაძლებელია, ამასაც ისე გულგრილად ვეკიდებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ თუ რას ნიშნავს ღმერთის მიერ შესაძლებელი. და ეს გაუცნობიერებლობა საკუთარი სიკვდილისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, რომ შეუძლებელია ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე. და ეს გაუცნობიერებლობა, რომ რას ნიშნავს ღმერთის მიერ, რომ ეს შეიძლება რეალიზდეს, ანუ გავცოცხლდეთ, ამის გაუცნობიერებლობა ბადებს იმ მთავარი პრობლემის ვერ დანახვას. რა პრობლემის? რომ ღმერთი ჩვენი საძიებელია და როცა ჩვენ ღმერთის ძიებას ვიწყებთ და მასთან ურთიერთობას ვცდილობთ, აი მაშინ აღმოვაჩენთ ზუსტად, რომ შეუძლებელია ჩვენთვის ცხონება. წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, რომელსაც ყოველთვის გერჩევთ ხოლმე, რომ წავიკითხოთ და საკუთარ თავსაც ვურჩევ ამას, რომ ხშირად ვიკითხოთ, იგი ხო ამბობს, გახსოვთ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყოს ხიბლში.
და ყველაზე დიდ ხიბლში ის არის, რომელსაც გონია, რომ ხიბლში არ არის. რა მდგომარეობაა ეს ხიბლი? ხიბლი არის სიცრუე, რომელშიც საკუთარ თავს ამყოფებს ადამიანი და ყველაზე გავრცელებული სიცრუე რა არის? რომ გგონია, რომ ცოცხლები ვართ სულიერად. რომ გგონია, რომ არც ისე ცუდები ვართ, რომ გგონია, რომ ასე თუ ისე როგორღაც ვიცხოვრებთ და ვცხონდებით. აი ეს არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა ადამიანისა და აი ამის დაუნახაობა ქმნის პრობლემას, მაგრამ ამის დანახვა, ანუ ხიბლიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სწორე სულიერი ცხოვრებით, რომელიც ნიშნავს არა ზედაპირულ გარეგან რელიგიურ ცხოვრებას, არამედ ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ ცხოვრებას, როდესაც არ კმაყოფილდები გარეგანი რიტუალური მსახურებით, არ კმაყოფილდებით ლოცვების აღმოკითხვით დაუჯდომელი იქნება ეს კანონები იქნება თუ სხვადასხვა დილას-აღამოს თუ ზიარების წინა და სხვადასხვა ლოცვები. არ კმაყოფილდები ზერელეთ დგომით ღვთისმსახურებაზე და ერთადერთი შენი აქტიურობა შეიძლება იმით რომ იმაში რომ ვლინდებოდეს, რომ ცდილობდე დისციპლინა გქონდეს და იდგე და არ გახვიდე მსახურებიდან, ცდილობდე მეტნაკლებად ყურადღება მოიკრიფო და ცდილობდე რომ მე მოხვიდე ბარძიმთან და ესე იგი წმინდა საიდუმლოებას ეზიარო. და ასევე გარეგანი აღსარების ეს გარეგანი ფორმა და ეს ყველაფერი თუ შინაგანი არსაგან დაცლილია, მაშინ ამ ყოველივეს სამწუხაროდ ხიბლის გამოწვევა შეუძლია, როგორც ისევ წმინდა აგნატი ამბობს, გარეგანი მსახურება ადამიანში თვით დაჯერებულობას ბადებს. თვით დაჯერებულობა არის სწორედ ხიბლი, როცა ადამიანს გონია, რომ არის რაიმე, როგორც პავლე მოციქული ამბობს. საჭიროა შინაგანი სულიერი ცხოვრება. შინაგანი სულიერი ცხოვრება, რომელიც სხვადასხვანაირად გამოითქმის, ეს შინაგანი ლოცვა, საკუთარ გულში ჩაღმავება, ლოცვისას საკუთარ თავში მყოფობა, როგორც გრიგოლ პალამა ამბობს, საკუთარ თავიდან ნუ გადიხართო, საკუთარ თავში ცოცხალი ღმერთის განცდა, რომლის გარეშეც ქრისტიანები არ ახართო წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვეუბნება. რაცა ესე შეიძლება ითქვას, აი ერთი სიტყვით, რომელიც ეს როგორც ტექნიკური ტერმინი უკვე ისეა დამკვიდრებული, ისიხასტური სულით არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ხვდება, რომ უფლის სიტყვები, რომ ჩვენ საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ სასუფეველი და უფლის სიტყვები, რომ ჩემს მორწმუნეს წყარო ექნება მადლისა გულში და უფლის სიტყვები, რომ ვინ ჩემს სიტყვებს აღასრულებს და ამით ჩემ და მის სიყვარულს გამოხატავს, მას შეიყვარებს მამას და მე და მამა მოვალ და დამკვიდრდებით მასში და სულიწმინდა მოვალ და დამკვიდრდებით ესეთ ადამიანში, ეს სიტყვები არ არის მეტაფორა. პოეტური არამედ ეს არის სინამდვილე, რომელიც ჩვენ უნდა განვიცადოთ და ეს ჩვენში უნდა აღესრულებოდეს. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გავიზიაროთ, გავიგოთ, რას ამბობს, შემდეგ გავიზიაროთ, შემდეგ მიუბაძოთ, როგორც პავლე ამბობს, მობაძავ ჩემ და იქმენითო და პავლეს მიერ მიუბაძოთ ქრისტეს, აი მხოლოდ აი ამ სწორი ხედვით და სწორი ცხოვრების შედეგად შეგვიძლია ჩვენ როგორც გითხარით, გავიგოთ და გავიზიაროთ პავლე მოციქულის ის სიტყვები, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ნაგვად შემირაცხავს, რათა ქრისტე შევიძინოთ. ანუ ყოველივე ის, რაც ჩვენ პრობლემებს გვიქმნის, რაც ჩვენ გვტყენს, რაც ჩვენ ჩიხურ სიტუაციებს გვიქმნის ცხოვრებაში, რომ აი ცხოვრებაში რომ აღმოჩნდები, რომ გასაქანი აღარ აქვს და გამოუვალ მდგომარეობაში რომ გგონია საკუთარი თავი და აღარ იცი რა ქნა. სინამდვილეში ეს ყველაფერი ნაგავია, პავლე მოციქული ამბობს, აი ეს გამოუვალი მდგომარეობაც ნაგავია. თუ შენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენ ამ სამყაროში მყოფ არსებასთან, თუნდაც შენ ყველაზე გონიერი არსება იყო და ასე შემდეგ, მაშინ დიახაც შეიძლება ჩიხური სიტუაცია შეიქმნას, იმიტომ რომ ამ სამყაროს ეს ჩიხები აქვს, საიდანაც ვერ გამოხვა. მაგრამ თუ შენ გააცნობიერებ, რომ შენ ამ სოფლის მოქალაქე კი არა, ზეცის მოქალაქე ხარ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაშინ შენთვის შეუძლებელია ჩიხური სიტუაცია არსებობდეს, იმიტომ რომ ეს ჩიხიც აქ არის. ნებისმიერი ტკივილი და განსასწრელიც აქ არის, სიკვდილიც აქ არის. სადაა სიკვდილო ძლევა შენი, ყველაფერი აქ არის, ხოლო შენ აქ არ ხარ, შენ პოტენციაში ზეცის მოქალაქე ხარ და ეს ზეცის მოქალაქეობა უნდა გააცოცხლოს ხოლო შენში და ხო წარმოგიდგენიათ, მაშინ უბრალოდ გაგვეღიმება ყველა ამ პრობლემას. როგორ კაცო ადამიანი წყობს, აბა ჩიხში რომ მოვექცევი და ჩიხურ სიტუაციაში, აბა რა ვქნა, რა მეშველება? არის გამოსავალი. და ეს გამოსავალი არის ზეცაში, რომელიც საკუთარ გულში გაქვს, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, თითოეულ ადამიანს შეუძლია ზეცა გულში ქონდეს. რადგან მასში შესაძლებელია დაამკვიდრდეს მამა, ძე და სული წმინდა
სამპიროვანი ერთასება ღმერთით, საღვთო მადლითა და ენერგიით. და როცა აღმოჩნდები თითქოს და მიმწყდეული, როდესაც ამასოფლის სული და ამასოფლის თავადი ბოროტი სატანა ხარხარებს დაქცინის, აჰა მოვიმწყდი ეს ადამიანი და ან სოდვაზე მოვაწერინებ ხელს და ან ისე დეპრესიაში ჩავაგდებ, რომ თვითმკვლელობაზე წავა, რაღაც უბედურება დაემართება, ან ღმერთს დაგმობს, იობივით, რომ თითქოს იმ ჩიხში მოაქცია, აი იმ მდგომარეობაში, რომ აღმოჩნდები, გახსოვდეს, რომ გამოსავალი გააქვს, შედი შენს გულში, და იქიდან ღმერთთან ახვა და აღმოჩნდება, რომ ეს პრობლემა შენთვის აღარ არსებობს. და როგორც იობის ცხოვრებაში იყო საოცრება, იობი იყო მსმენელი ღმერთისა და იმ საშინელი უსაშინლესი განსაცდელის მერე იობი გახდა მხედველი ღმერთისა. ანუ ის ამ განსაცდელიდან რო არ შეეგუა და რო ვერ მიიღო ეს ჩიხი, რომ თავისი ადამიანური ღირსება არ გასვარა აი ამ სოფელში, არ დაამდაბლა ამ სოფლამდე, არამედ ღვთისხატობა შეინარჩუნა, იგი ღვთისმხედველი გახდა და გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მისი გამოსვლა ფიზიკურადაც გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, მისი გამოსვლა თითოეული ჩვენთაგანის სულიერი გამოსვლის სახე და სიმბოლოა. მაგრამ ეს ყველაფერი რო ჩვენში დაიწყოს, უნდა ნაბიჯ გავიაზროთ, თუ რისთვის მოვდივართ ეკლესიაში და რა არის ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა. არა ის, რასაც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი ნაგვად ჩემი რაცხვია, ყველაფერი ნაგვად რა? ამ ქვეყნიური სიხარულებიცა თავის აცტურებით და ამ ქვეყნიური ტკივილებიცა თავისი დამდგუნველი ძალმოსილებით. ყველაფერი ნაგავია პავლე მოციქულისათვის. კიდევ ვიმეორებ, არა მარტო თქვა რაღაც მატერიალური რაღაც საგნები, არამედ ის განსაცდელები და ტკივილები, რაც ამ სოფელს ახლავს. და ნელ-ნელა ვეცადოთ, რომ რადგან ეს ნაგავია, მაშინ თავარი პრობლემა დავინახოთ, თავარ პრობლემას დავინახავთ, მაშინ როცა მივხვდები, რომ ღმერთი უნდა ვეძებ და ვერ პოულობ და მჭირდება მგლოვარება სულისა, რომ ნუგეში მომცეს ღმერთმა და ეს გლოვარება არის ეს გლოვარება, რომელთაც მიცვალებულს დასტირია და ეს მიცვალებული ჩვენ შიგნით, ჩვენ მკვდარი სულია. იმიტომ რომ ჩვენ ადამის შვილები ვართ და ადამიანს კიდე სული მოუკვდა. მოკვდებია, როცა შეჭამო და მოუკვდა ეს სული. ეს სული აღარ ცოცხლდება ღმერთის გარეშე. ვერაფერი ძალა ამ სულს ვერ გააცოცხლებს, მხოლოდ ღმერთი ცოცხლდება ის და ეს მკვდარი სული ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა, მაგრამ ამავე დროს ღმერთს უნდა, რომ ჩვენ გავმკურნოს. მან თქვა, სადაც მე ვარ, რომ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ და სად არის ქრისტე? თავის ადამიანური ბუნებით მარჯვენით მამისა, აი მარჯვენით მამისა უნდა რომ ვიყოთ ჩვენ, ანუ მეოთხენი ყოვლადწმინდა სამებაში. მაგრამ ეს ყველაფერი აქ იწყება ჩვენ შიგნით. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენს გულში მართლაც პავლე მოციქული როგორც ამბობს, არაფერი იყოს გარდა იესო ქრისტესი ჯვარცმულისა და ყველაფერი ამ ქვეყნიურს ზემოდან შევხედოთ, ზემოდან არა ამპარტამლულად, არამედ ქრისტეს ხატობის მდგომარეობიდან და ვეცადოთ, ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში გავაცოცხლოთ ჩვენი ჯვარცმული უფალი იესო ქრისტე, ვიტვირთოთ მისი ცხოვრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს კვლავ, ქრისტეს ტკივილები მიტვირთავსო, რომ მასთან ერთად მარადიულად ვიცოცხლოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. და ვმადლობ ღმერთს ასევე იმისთვის, რომ რაღაც ტრადიციასავით გახდა ჩვენს ღამისთევის ხუთშაბათის ღამის მსახურებებზე კვლავ სტუმრები არიან ჩვენთან მამა დავითი, მამა ზაქარია, მამა გიორგი და მონოზონი გრიგოლი და დედაო იყო სამონაზნე და ასევე არის ადამიანები ზოგიერთი, რომლებიც უცხონი არიან. მადლობა ღმერთს, რომ აი ესე ერთობით უფალი გვკრებს და გვაძლევს საშუალებას, რომ გავერთიანდეთ ქრისტეში. ღმერთმა გააერთიანოს სრულიად საქართველო ქრისტეში. ამინ.